იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ახალი წელი, მომდევნო რამოდენიმე გაკვეთილი იქნება საახალწლო თემაზე. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში დავხატავთ გველს, რადგან როგორც იცით, 2025 წელი არის გველის წელი. ვიმუშავებთ აკვარელის საღებავებით, ვხატავ აკვარელის ფურცელზე და დაგვჭირდება ფუნჯები აკვარელისთვის განკუთვნილი. ასევე დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ფანქარი, რადგან ფანქრით დავიწყებთ ხატვას, წყალი. აუცილებლად თან გქონდეთ ხელსახოცები, რომ პერიოდულად შევამშრალოთ ჩვენი ფუნჯები და შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ უკვე ხატვა. იქიდან გამომდინარე, რომ აკვარელის საღებავი არის გამჭვირვალე, ეცადეთ, რომ ძალიან მკრთალად დახატოთ. განსაკუთრებით თავიდან, სანამ დავაზუსტებთ უკვე ჩვენს ობიექტს. ჯერ შემოვხაზა უბრალოდ ფორმას, რა ფორმის მინდა რომ იყოს გველი და შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავაკონკრეტებ. რა თქმა უნდა, ეს ფორმა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სურვილის მიხედვით. დავიწყოთ ახლა უკვე და შეგვიძლია აი ეს ჩვენი კონტური იყოს ცენტრის კონტური. და გარშემო უკვე გავაკეთოთ გველის ფორმა. ეს ცენტრის კონტური დაგვეხმარება იმაში, რომ ეს ჩვენი გველი გამოვიდეს სიმეტრიული და უფრო მარტივად დავიცვათ აი სისქე, რომ არ იყოს ზოგან სქელი და ზოგან წვრილი. კუდისკენ ეცადეთ, რომ უფრო მიუახლოვდეთ ამ ცენტრის ხაზს, რომ უფრო წვრილი კუდი მივიღოთ. როგორც ხედავთ, იგივეს ვაკეთებ უკვე მეორე მხრიდან და უკვე ნელ-ნელა ემსგავსება ჩვენი ნახატი გველს. გველის ფორმა უკვე შემოხაზულია, ახლა შეგვიძლია უკვე დავუხატოთ თვალები და ასევე დავუხატოთ ორნამენტები, რა ორნამენტებიც გვინდა რომ გქონდეს გველს. ორნამენტები ალბათ ცოტა უხეშინად გვქონია გველზე, მაგრამ რაღაცა ლაქები ასე ვთქვათ.
როცა მუშაობთ აკვარელში, ეცადეთ, რომ ფანქრით გქონდეთ ყველაფერი კარგად დაკონკრეტებული, ზუსტად იცოდეთ, სად რას ხატავთ და შემდეგ გადახვიდეთ უკვე დაფერვაზე. მათ შორის სასურველია, რომ აირჩიოთ ხოლმე, საიდან გვექნება განათება, სად დავტოვებთ სინათლეს და ასე შემდეგ, რადგან როგორც იცით და თუ ნანახი გაქვთ ჩემი აკვარელის ვიდეო გაკვეთილები, გეცოდინებათ, რომ აკვარელში, კლასიკურ აკვარელში არ გვაქვს თეთრი ფერი, შესაბამისად გაღიავება არ გამოგვდის საღებავის, ერთადერთი რითიც შეგვიძლია გავაღიავოთ, არის წყალი. ხოლო თუ გვინდა ისეთი რამე დეტალი იყოს თეთრი, ეს დეტალი თავიდანვე უნდა შემოვხაზოთ და უბრალოდ დავტოვოთ თეთრად, რადგან როგორც უკვე გითხარით, თეთრი საღებავი აკვარელში არ გვაქვს. როგორც ხედავთ, ვახატავ ახლა ლაქებს, გველს და ლაქების ხატვის დროს ერთადერთი დააკვირდით, რომ ძალიან ბრტყლად არ დაახატოთ, ეცადეთ, რომ ოდნავ სიმრგვალე მისცეთ, რომ დაფერვის დროს ეს ჩვენი გველი არ გამოვიდეს რაღაც გაშეშებული და ბრტყელი. რომ ფორმაზე მიყვებოდეს, თვითონ ტანის ფორმაზე მიყვებოდეს ეს ლაქები, რასაც ვახატავთ. ეხლა დაახლოებით მოვნიშნავ იმ ადგილებს, სადაც მექნება ჩრდილი. შეგიძლიათ არ მონიშნოთ, უბრალოდ ჩემთვის უფრო კომფორტულია წინასწარ, როცა ვიცი, სად მექნება სიმუქეები და საიდან მექნება განათება. როგორც ხედავთ, მე ჩრდილს ვაკეთებ მარცხენა მხარეს, შესაბამისად, განათება მექნება მარჯვენა მხრიდან. როგორც უკვე გითხარით, მუშაობთ აკვარელის საღებავებით, დაგჭირდება საშუალო ზომის ფუნჯი, აუცილებლად დაგჭირდება პალიტრა, რაზეც შევადგენთ ფერებს. დავხატავ მწვანე გველს, რადგან 2025 წელი არის მწვანე გველის წელი და დავიწყებ ესე იგი მუქი ადგილებიდან, დავდე მუქად ლაქა და გადავიყვანე წყლით, რომ მარჯვენა მხარეს ნელ-ნელა გავაღიავო. აკვარელს ძალიან უხდება, როცა აი მსველ ფერზე შევურავთ კიდევ რაღაც დამატებით ფერს და ერთმანეთში გადადის ეს ფერები ბუნებრივად, რაც ძალიან უხდება და ძალიან პროფესიონალურს ხდის ნახატს. აი როგორც ხედავთ, მწვანეს შეურიე ყვითელი, ოღონდ პალიტრაზე კი არ შეურიე, თვითონ ფურცელზევე შეურიე სველი ეფექტით და საკმაოდ კარგად და ბუნებრივად დაჯდა.
თუ შხეფებით დაგესურებათ ნახატი, შეგიძლიათ წყლიანი ფუნჯით ამორეცხოთ და შემდეგ ხელსახოცით შეამშრალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს გველი მთელ სიგრძეზე უხეშად ერთფრად არ შეღებოთ. იმის გარდა, რომ მარცხენა მხარეს უფრო მუქს ვაკეთებ და მარჯვნივ ვაღიავებ, თვითონ სიგრძეზეც მაქვს გრადაცია, როგორც ხედავთ, იწყება ცოტა მწვანეთი, შემდეგ გადადის ნელ-ნელა ყვითელში, მერე ცოტა სხვა ტონალობის მწვანეში და უფრო საინტერესო არის ნამუშევარი, როცა სხვადასხვა ფერის გრადაციები აქვს, ვიდრე ერთფრად არის გადაღებილი. ასევე დააკვირდით, როგორ მუშაობ ფუნჯით. ანუ, აი ძირითადად მუშაობ სულ ფუნჯის წვერით. ძალიან გაგიმარტივდებათ აკვარელში ხატვა, თუ ესე იმუშავებთ. ანუ არ ვაჭერ ძალიან ფუნჯს და წვერით ვმუშაობ. განსაკუთრებით წვრილ დეტალებში ბევრად მარტივი არის და უფრო კონკრეტული და ზუსტი ნამუშევარი გამოგივათ ესე. გველის ტონალობა გავაკეთე და ეხლა გავუკეთებ უკვე ლაქებს. ლაქებისთვის გამოვიყენე ესეთი რაღაც ტერაკოტის ფერი, რომელიც მივიღე ტერაკოტის, ანუ აგურის ფერს, დავამატე ცოტა ყვითელი, სულ ცოტა წითელიც და მივიღე ესეთი ტონალობა. ლაქების ხატვის დროსაც ეცადეთ, რომ უხეშად არ გადაღებოთ, ოდნავ დადეთ საღებავი და შემდეგ ადგილებში წყლით გადაიყვანეთ. მაგრამ წყლით გადაყვანის დროს, ანუ ძალიან ბევრი წყალი არ დადოთ ნამუშევარზე, იქვე გქონდეთ ხელსახოცი, პერიოდულად შეამშრალეთ ფუნჯი, რომ ძალიან სველი არ იყოს და ისე გადაიყვანეთ. ვიდეოს არ ვაჩქარებ, რადგან მინდა ნახოთ, რამდენად ისეთი ნელი სამუშაო არის, ცოტა რუტინულიც, მაგრამ თუ გინდათ, რომ ესეთი კარგი შედეგი მიიღოთ და დეტალურად დავამუშაოთ ეს ჩვენი გველი, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პატარა დეტალსაც მიუდგეთ ძალიან ყურადღებით და დაუთმოთ დრო. სანამ ლაქებს ვაკეთებ, შეგახსენებთ, რომ თუ გინდათ ხატვა ისწავლოთ უფრო სიღრმისეულად, გელოდებით ყველას ჩემ ხატვის სტუდიაში, გამოხატეში, რომელიც მდებარეობს ვერაზე ჯანაშიას 4 ნომერში. გამოხატეში გვაქვს როგორც დიდების ჯგუფები, ასევე ბავშვების ჯგუფები, აბიტურიენტების ჯგუფები და კიდევ ბევრი საინტერესო ხატვის მიმართულების ჯგუფები გვაქვს, ასე რომ მოგწერეთ და ყველაფერზე გიპასუხებთ დეტალურად. რაც შეეხება ასაკს, რა თქმა უნდა, ჩვენთან ასაკი შეზღუდული არ არის. ყველანაირი ასაკის მოსწავლე სწავლობს გამოხატეში და ასევე სწავლობს ისინიც, ვისაც არასოდეს ფუნჯი ხელში არ აუღია და არასოდეს არ დაუხატავს, იწყებენ ნულიდან და ძალიან მალე უკვე აქვთ ძალიან კარგი შედეგი. ასე რომ ამანაც არ შეგაშინოთ, თუ არასდროს არ დაგიხატავთ, აუცილებლად გამოგივათ, რადგან ძალიან გამარტივებული და ეფექტური მეთოდით ვასწავლით. როგორც ხედავთ, გველის ლაქებსაც ვაკეთებ სხვადასხვა ტონალობით. იქ, სადაც სინათლე მაქვს, შედარებით უკვე ვაღიავებ ჩვენს ლაქას და უფრო მეტ ყვითელს ვამატებ, ხოლო სადაც უფრო ჩრდილის ადგილი მაქვს, იქ უფრო მუქი ტერაკოტის ფერის ლაქებს ვაკეთებ. ასევე შეგახსენებთ, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ არხი, დააჭირეთ subscribe ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. კომენტარებში დამიწერეთ, რა გინდათ რომ დავხატოთ, რისი ხატვა გაინტერესებთ, აუცილებლად გავითვალისწინებ ამასაც და რა თქმა უნდა, თუ რამე კითხვები გაქვთ ნახატთან დაკავშირებით, ამაზეც მომწერეთ და ყველაფერზე გიპასუხებთ.
როგორც ხედავთ, პირველი ფენით დავფარეთ ჩვენი გველი, ახლა გადავალ უკვე მეორე ფენაზე და როგორც იცით, მეორე ფენა არის უფრო მუქი, უფრო ინტენსიური, რითიც უფრო გამოვკვეთავთ და უფრო დავაზუსტებთ ჩვენს ნამუშევარს. ზილიონკის ფერს ვამატებ ცოტა მწვანეს, ჯერ ვაკეთებ თვალს და ნელ-ნელა გადავალ უკვე სხვა ადგილების დამუშავებაზეც. მეორე ფენაზეც ეცადეთ, რომ არ გადაღებოთ ნამუშევარი და ეცადეთ, რომ ადგილებში, რომ დადებთ ამ სიმუქეებს, შემდეგ გადაიყვანეთ წყლიანი ფუნჯით. აი როგორც ხედავთ, ძალიან ხშირად ვიყენებ ხელსახოთს, რადგან ხელსახოთის გარეშე ძალიან ბევრი წყალი მოხდება ნახატზე და გაგიფუჭდებათ ნამუშევარი, მით უმეტეს ძალიან წვრილ და პატარა დეტალებზე, როცა მუშაობთ.
როგორც ხედავთ, ადგილებში ესეთ წერტილებს ვაკეთებ, რითიც თითქოს ხაზს ვუსმევ გველის ფაქტურას და უფრო რაღაცა ბუნებრივ გველს დაემსგავსება ესე.
ეხლა ამ ლაქებს ადგილებში, როგორც ხედავთ, ვაკონტურებ, მაგრამ უხეშად არ დააკონტუროთ, ადგილებში ძალიან თხელი ხაზი გაუსვით, ადგილებში შედარებით სქელი. აქაც იმუშავეთ ან ძალიან წვრილი ფუნჯით, ან აი მაგალითად მე ახლა საშუალო ფუნჯით ვმუშაობ, უბრალოდ ძალიან კარგი წვერი აქვს და შესაბამისად აღარ მჭირდება ფუნჯის შეცვლა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ასევე დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და რა გინდათ, რომ მომავალ ვიდეო გაკვეთილში დავხატოთ. მომავალ შეხვედრამდე.